გამარჯობა. დაგიბრუნდით ახალი პროექტით. საქართველოში ცოტა არაპოპულარული, მაგრამ ჩემი აზრით დაუფასებელი მანქანით. ეს არის Ford-ი. ბევრისთვის ცნობილი მანქანა, მაგრამ აი სპორტულ ამბავში და გაზაობაში და დანარჩენ რაღაცეებში ცოტა ჩემი აზრით დაჩაგრულია, იმიტომ რომ ბევრი არაკეთებს, ბევრი არ აქცევს დიდ ყურადღებას, არა და ძალიან საინტერესო და კარგი მოდელები ყავს, როგორც Mustang-ი, ისევე ჩვენი მთავარ როლში მყოფი Ford Focus-ი ST. ეს მანქანა დიდი ხნის წინ დავშალე, მაგრამ ეხლა დავიწყეთ ძრავი საწყობა და განახებთ რას ვაკეთებთ, განახებთ რამდენად საინტერესო მანქანაა და რამხელა პოტენციალი აქვს და როგორი კარგი გასართობია მოკლედ რა. ესე რომ წავედით. ძრავი გვაქვს 2.0 EcoBoost-ი, რომელიც აქამდე ძალიან გაკეთებული და კარგი ჩამოვიდა ამერიკიდანვე, ძალიან ბევრი კარგი ნაწილი ეყენა. მაგრამ რაღაც შეცდომები იყო აწყობაში დაშვებული, ან და შეიძლება შეცდომები არ დავარქვათ და ცვეთისგან იყო გამოწვეული ის დაზიანებები, რაც ქონდა ამ ძრავს. მოკლედ Z ჭამდა საკმაოდ ბევრს. და რო დავაკვირდით ცილინდრებს ჯერ კამერით ჩავხედეთ და მე დაშლის შემდეგ გავზომეთ, თავიდან არ ვაპირებდით რომ ბლოკი გამოგვეცვალა, არ ვფიქრობდი რომ ეგრე შეიძლება და ქონდა დაზიანება, მაგრამ ცილინდრების გაზომვის შემდეგ აღმოჩნდა რომ ბლოკი საკმაოდ დაზიანებული იყო და გაფართოვებული, ამიტომ გადავწყვიტეთ რახანს ეს ბლოკი უკვე რემონტზე არის გაკეთებული, ანუ პორშინები არის oversize 0.5 მმ-ით უფრო დიდი არის ვიდრე ქარხნული. ამიტომაც უკვე გაჩარხულ ბლოკს კიდევ ვეღარ გადავჩარხავდით, პორშინები კიდევ ისეთი აყენია, რომ ამ პორშინების გამოცვლა არ იქნებოდა მთლად კარგი ამბავი და ამაზე უკეთეს ფიზიკურად ვერ ვიყიდით. ამიტომ გადავწყვიტეთ ბლოკი გამოგვეცვალა, რომელიც მარტივად შეუნადია საქართველოში. ვიშოვეთ ბლოკი კარგ მდგომარეობაში და უკვე ეს ბლოკი გავჩარხეთ და მოვარგეთ პორშინებს ჩვენი ზაზორების და ყველანაირი წესების დაცვის მიხედვით და გავაკეთეთ ახალი ჰონინგი თავისთავად, რომელიც უკვე მთლიანად განახლებულ ძრავს ნიშნავს რეალურად რა. ესე გამოიყურება ბლოკი. ნუ შეიძლება ითქვას ახალივით, უკვე გარეცხილია გამზადებულია ყველაფერი, ხა დაშლილი და ძველი ნაწილების ნახებას მეგონი არაფერი აზრი არ აქვს. გავაკეთეთ უკვე ring gapping-ი, ანუ ახალი კოლცოები დავაზაზორეთ უფრო სწორედ. ყველაფერი გარეცხილია, რაც ასაწყობად გვჭირდება, ბლოკის ასაწყობად, ხო, კიდე დაზიანება რაც ქონდა ამ ძრავს იყო ზეთის დასოსი. ეს არის ძველი ზეთის დასოსის ნაწილი, რომელსაც ხედავთ როგორი დაკაწრები აქვს. იქედანაც იგრძნობა ქვემოდან, ზემოდან. შიგნითლიანი ზეთის ნასოსი მოკლედ ძალიან დაკაწრული იყო და კლადიშებსაც ცოტა ეთყობოდა ეს დაზიანებები, ზეთის ნასოსის ჰაუსინგიც ესე გამოიყურება, დაკაწრულია საკმაოდ. ზეთის ნასოსი სხვა ვიყიდეთ, მოვიტანეთ, გავრეცხე, გავამზადე სუფთა. ამას ნუ არ დამაშლებინებ, სიტყვაზე მენდეთ, რომ ცუდს არ დავაყენებ. გვაქვს King-ის Racing-ის კლადიშები. ორივე ძირითადებიც და შატუნისებიც. ნუ აქეთ გამზადებულია ყველაფერი ასაწყობად. კიდე საინტერესო რაღაცები ამ ძრავში რაც აყენია, თან გაჩვენებთ, მაგრამ ქვემოთ რაც აყენია არის ARP-ის შპილკები, ამ კალენოი შეიკასრო ვეძახით, ანუ ძირითადი კალენოალის გადასაჭერი ყბები რაც არის. აი ეს ყბები, ამ ყბებისთვის განკუთვნილი, რაც ძალიან კარგია, მე ძალიან მიყვარს ARP-ის შპილკები, იმიტომ რომ კარგად ეჭირება, რყევა არა აქვს და იმის შანსი, რომ შპილკების გამო რამე დატვირთვის დროს რყევა კონდეს ან მოეშვას ან რამე დაემართოს, მაგის შანსი მოკლედ მინიმუმამდე არის შემცირებული რა. ეხლა დავიწყებ ბლოკის აწყობას. აქეთ კალენოალიც გამზადებულია, გასუფთავებულია და დავიწყებ უკვე კლირენსების გაზომვას, აქ პლასტიკ გეიჯი გვაქვს და
უკვე დავიწყებ კლადიშების, oil clearance-ების გაზომვას, რომ საზორები კარგი იყოს. კალენვალის იდეალურობა კიდევ ერთხელ დავადასტურო და ყველაფერი კარგად იქნება, უკვე პორშინებსაც ჩავყრი და ბლოკს რო ავაწყობ, უკვე გაჩვენებთ დეტალებს, აწყობილი ბლოკისას როგორ გამოიყურება ეს ჩვენი მახლეს პორშინები და მენლის შატუნები ერთად აწყობილი. ხო, მექანიკოსებისთვის კიდე ერთი თხოვნა მექნება, რომ ესე არ დაკაცროთ ხოლმე პორშინები დანიშნვისას რა, რამენაირად სხვანაირად დანიშნეთ, რავი მარკერი, შავი მარკერით, რა ვიცი, პატარა აქეთ გვერდიდან შეგიძლიათ რამით მონიშნოთ ან რამე და ესე არ დახაზოთ ხოლმე, იმიტომ რომ ზედაპირი და ეს პოლირება, რომელიც ახალ პორშინებს აქვს, ფუჭდება და ზიანდება ამითი და შეიძლება ცუდი რაღაცები გამოიწვიოს. მინიმუმ ჭუჭხს აიკრავს უფრო მეტად ვიდრე ჩვეულებრივ უნდა აიკრას რა. ისე რომ ესეთ რამე არ გააკეთოთ. ძალიან ბევრი კარგი დეტალი უყენი ასევე ამძრავს მაუნტუნის ერთ-ერთი მათ შორის არის ეს ბალანსირების გასაუქმებელი, აქ ღერძის თავზე აყენია ბალანსირების სპეციალური ორი ღერძი, რომელიც ძრავის ვიბრაციის ჩამხშობია და კი კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ ასევე ზეთის წნევას ითხოვს ცოტას, იმიტომ რომ ზეთის მთავარ აღზე აყენია. და ასევე მძიმეა, რაც ღერძს აჩქარებაში უშლის ხელს. კი, კარგი არის თუ ეკონომიური გინდა იყოს ძრავი მაგალითად ჰაივეიზე, ანუ იგივე ავტობანზე ერთი სიჩქარით რომ მიდიხარ, ინერცია უფრო მეტი აქვს ძრავს და ცოტა შედარებით ეკონომიურია წვაში, მაგრამ სპორტულ ამბავში ძალიან ცუდია, შეიძლება თვითონაც გაცვთეს და ისტუკოს და შემდეგ ძრავი გააფუჭოს და ასევე აჩქარებაში, იგივე რესპონსში უშლის ხელს ღერძს, იმიტომ რომ ძალიან ამძიმებს რა. კიდე აყენია მაუნტუნისვე ესეთი oil catch-ის ადაპტერი, ბლოკის გვერდით აყენია, ქარხნულ oil catch-ს აუქმებს, რომელიც პლასტმასის არის და სუზეთი გაზდის ხოლმე და ესეთი ალუმინისაა oil catch-ი, გეცოდინებათ რომ ძრავის ზეთის ორთქლის ფილტრის საშუალება, რომელიც ზეთისგან ფილტრავს ორთქლს და ზეთი ისე უკან ბრუნდება კარტერში და ორთქლის სახით რაც არის ის სუფთა ამოდის უკვე ზემოთ. ასევე კარტერში აყენია ზეთის სპეციალური გადასაღობის საშუალება, რომ ზეთის უკმარისობა არ კონდეს მოსახვევში ძრავს, ანტიატლივს ვეძახით ამას. ესეთი გადაღობაა ალუმინის, ესეთი ფანჯრები აქვს, რომლებიც მაგალითად რომ მოუხვევ მანქანით თუ სლიკები ან ამა გიყენია, ზეთი არ გაივლის იქათ, აი ამას მიაწვება, დაიკეტება ეს არხი და შესაბამისად ზეთის ნასოსის ლაპას არაცდება ზეთი რა. ესეთი კაი ტიპი რაღაცაა. ძალიან ბევრ მანქანაზე იყიდება ეს ძირითადად ტრეკისთვის არის ძალიან კაი. რომ მოსახვევებში დიდი მოჭიდება, სადაც გაქვს და დიდი გადატვირთვა მოდის ძრავზე, ზეთი რო წამოვა აქეთ, დაიჭერს მაგალითად და იგივე იქეთ ხარეს რო წავა, დაიჭერს და არასდროს არ აცდება აი ამ ზეთის ლაპას ზეთი რა. თორე ამ ცხვირს ოდნავ მოშორდება თუ არა ზეთი, ჰაერს აიღებს ზეთის მაგივრად და წნევაც დავარდება და თავისთავად კლადიშებიც დაზიანდება. ძალიან კაი დეტალია რა. ოჩაღ ამერიკელ ავტომოყვარულს ეს ტუნინგები რო დააყენა ძრავში. ძალიან უხანგრძლივებს ძრავს სიცოცხლის უნარიანობას, განსაკუთრებით ტრეკზე თუ დადიხარ მაშინ.
ესე გამოიყურება უკვე ჩვენი აწყობილი ბლოკი. პორშინები მotავს და თავის ადგილზე. საერპე შპილკებიც დაყენდა და სხვათა შორისაც უცნაური აქვს. ამ აერპე შპილკებს ზოგადად ეს აერპე შპილკები როცა ჩადის თავის საყრდენს დაეყრდნობა ხოლმე და იმ სიმაღლეზე ჩერდება, რამხელა სიმაღლეც უნდა კონდეს და ფორდის შემთხვევაში ბევრად უფრო დაბლა ჩადის და ხელით უნდა დაარეგულიროს, მოკლედ, შტანგერს აიღებ და გაზომავ და სიმაღლეებს ზუსტად გაიგებ ხალუკის სიღრმეს. გაზომავ აქ რამხელა აქვს ბოლტი, სადაც ამოდის აქედან აქამდე დისტანციას და მერე უკვე მაგის მიხედვით შაიბას და ბოლტს მიამატებს ზემოდან, რამდენზეც უნდა ამოვიდეს და მაგის მიხედვით დააყენებს სიმაღლეებს, რომ ერთ სიმაღლეზე იყოს აუცილებლად ყველა. ჩვენი მაღლეს პორშინები ისე გამოიყურება. ისე ლამაზად გამოიყურება, ეხლა ესენი გავასწოროთ. სანამ ამოვა მდგომარეობაში დაახლოებით აი აქ, რომ დავიწყებთ ეგრეთ წოდებულ მეტკაზე დაყენებას, წამოვიდეს პირველი და მეოთხე ზემოთ. უნდა ჩაწეული იყოს, რომ დაფარების დროს რამე არ მიედოს. განავედი ხა გალოკის დასერვისებაზე, ეს გალოკა სხვათა შორის დაპორტინგებული არის ამერიკაში. მე სიმართლე გითხრათ, ხელით გაკეთებულია და რაღაც არ გავგიჟებულ ვარ დიდად, მაგრამ ხო კიდე ფაქიზი და საპორტი არის ეს გალოკა, იმიტომ რომ აქ უკანა მხარეს გამშვები კოლექტორი არა აქვს. აქ ტურბოს აფ-ფაიფი დგება პირდაპირ და ეგრევე ტურბო ყენდება და არა აქვს გამშვები კოლექტორი, მოკლედ ამ გალოკას. შესაბამისად, აქ არხებს კარგად ვერ დაპორტავ, იმიტომ რომ წყლის არხები შემოდის ბევრ ადგილზე და ცოტა საშიში ამბავია. ამის დაპორტინგება შეიძლება გაბზარო. საჭუჭყიანია ეს გალოკა, direct injection-იანი ძრავების, ანუ პირდაპირ შეფქვევიანი ინჟექტორი, რომელსაც უყენია, აი აქ როცა შემოდის ინჟექტორი. ეგეთ ძრავებზე აი ესეთი ჭუჭყი არის ხოლმე ძირითადად შემშვებ არხებს, გამშვებზეც არის ხოლმე, მაგრამ შემშვებზეც, იმიტომ რომ ზემოდან სარქველის თავზე არ ასხამს ინჟექტორი, როგორც ტრადიციულ ჩვეულებრივ ძრავებზეა ხოლმე და არ იწმინდება შესაბამისად კლაპნები. აი ესეთი ჭუჭყიანები გვაქვს, ახლა ერთი სალი გაწმენდილი მაქვს, მაგრამ აი ესეთი ჭუჭყიანებია ძირითადად კლაპნები. აი ზედაპირზე ნადებს იკეთებს. ამ პატივცემულმა კლაპნებიც შეცვალა ამერიკაში და აყენია სუპერ ტეჩის კლაპნები, რაც ძალიან კარგია, რა თქმა უნდა. და გაჩვენეთ მე ამ კლაპნების გაწმენდის ჩემებურ მეთოდს. მოვათავსებ დრელში. დავიჭერ. თავიდან ავიღებ ესეთ დანას ჩვეულებრივს, რომ ზედმეტი მოვაშორო, მაგრამ ნუ ძალიან არ უნდა დავკაცროთ, რა თქმა უნდა. ძირითად მასას ესე მოვაშორებ ჭუჭყისას და მერე შუალებს სკოჩ ბრაიდით გავასუფთავებ. უფრო თხელსაც ავიღებ. და ესე გამოიყურება ჩვენი კლაპანი, გასუფთავებულ, გაწკრიალებული. და ესე ყველა შემთხვევაში თავისთავად და მე აი აქ შევინახავ ისევ თავის კარდონში. ესე გამოიყურება გაწმენდილი კლაპნები. ეს შემშვებები.
ესეც გამშვები. ეხლა გადავალ მოხეხვაზე. გავაკან ნახევრად არის გარეცხილი, იმიტომ რომ მოსახეხია. ესეთი სპეციალური ფხვნილი არის ამაში. სპეციალური მოსახეხი ფხვნილი. რომელსაც წაусმევ კლაპნებზე. და ამ სპეციალურ ინსტრუმენტში ჩავამაგრებ. ამას ჩავამაგრებ და ხელით მოვხეხავ ესე ტრიალეთ. ამ თავის ადგილებზე რომ იდეალურად დაჯდეს. არაპარებდეს კომპრესიას და არაფერს აბსოლუტურად. ერთი უცნაური რამე რაც მოხდა ჩვენთან არის რომ კლაპნის სალნიკები არ წავიდა კი არა, არასწორი ეყინა. აი ეს სუპერტეკის კლაპნის სალნიკები ჩამოყვა ამანქანას, აი ესე გამოიყურება. ხარხმულად უყენია აი ესეთი. რადგანაც ამანქანას უყენია ორმაგი ზამბარები, dual spring-ია, არის ესეთი სეტაპი აწყობილი, ეს პატარა შაიბა აქვს. ესე აჯდება ზემოდან და მეორე ზამბარა აჯდება ზემოდან. ეს ყველაფერი კი კარგია, მაგრამ ეს სისტემა არის განკუთვნილი არასტანდარტული კლაპნის მიმართველი ღერძებისთვის. აი აქ შიგნით რომ მიმართველებია, რაშიც კლაპანი ჯდება, ეს მიმართველები არის ამ მანქანაზე ხარხნული, უბრალოდ ამ გალავკაზე ხარხნული და ეს სისტემა კიდე ამ სარქველით არის არაქარხნულზე განკუთვნილი და სადაც ეს ზემოდან ეცმევა, აი აქ გალავკაში. აი ეგ სადაც ეცმევა, ეს მიმართველები არის ტაპერედს ეძახიან, ანუ ბოლოში აქვს, აი თუ ხედავთ ჩრდილის მაგვარი კონუსის შესაბამისად ვიწროვდება და არც ნაპრალი არა აქვს გვერდიდან რომ დაიჭიროს კლაპნის სალნიკი რამეს რომ მოეჭიდოს. ამიტომაც სალნიკი რო არ ამოვარდეს, ხარხმულად არის ესეთი. შესაბამისად ამას ზემოდან დააჯდება ზამბარა, მერე ქუდი კლაპნის და ვერანაირად ვერ ამოვარდება, რაც არ უნდა მოხდეს და ამ შემთხვევაში, როცა პირდაპირ არის ჩამოცმული ეს ხარხნულზე, ეს სალნიკი, რომელსაც არანაირი შაიბა არ აქვს, ეს შაიბა რა თქმა უნდა მას ვერ დაიჭერს. შესაბამისად, ამოცვენილი იყო ეს კლაპნის სალნიკები თავისი ადგილიდან, დაახლოებით 16-დან სადღაც 12 ცალი ამოვარდნილი იყო და ზეთ ჩადიოდა წვის კამერაში, რაღაც ნაწილი გამშვებების რა თქმა უნდა უკან გუშტებს გადიოდა ტურბოსკენ და ბოლავდა და მთელი ამბავი. ხო და ეხლა პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს კლაპნის სალნიკები ჩვენც ჩამოვიტანეთ ესეთი სუპერტეჩიც ეყენა ზეთ. შესაბამისად ამაზე ვერ ავაწყობთ ერთ ვარიანტში და ხარხმულზეც ვერ ვაწყობთ და ხარხმულზე ვერ ვაწყობთ რატომ? აი ეს რახანცე ერთ მაგ ზამბარაზე არის გათვლილი ხარხმული კლაპნის სალნიკი. ეს შუა ზამბარა არ ეცმევა ზეთ. შესაბამისად ზემოთ რჩება ამოწეული აი ამ პატარა სოკოსებური ადგილის გამო. ამოზნექილის გამო. ეს რო ერთი დავტოვოთ მარტო, ჩვეულებრივად რა თქმა უნდა დაჯდება თავის ადგილზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ესენი რო ერთმანეთში ჩავდოთ და დავაყენოთ, რა უნდა არ დადგება და ეს შუა ადგილი დარჩება ამოწეული. ეხლა გავაგზავნე მეაჩი ამ მანქანის პატრონი ქუთაისის ქუჩაზე, რომელიღაც სხვა ფორდს უყენია ესეთი კლაპნის სალნიკები, რომელსაც შაიბა აქვს, მაგრამ აი ეს ამაღლება არა აქვს შუა წერტილში. შესაბამისად ეს ორივე დააჯდება ზემოდან და დაიჭერს სამოვარდნისგან დაიცავს ამ სალნიკებს. ესეთი რაღაცები ყოველთვის ხდება, როცა სპორტულ ძრავს აწყობ. პატივცემულ ამერიკელ ბილდერსაც ეგ შეეშალა და არასწორი კლაპნის სალნიკები დააყენა გალავკაზე, მე ამ კლაპნის სალნიკების აღწერაში რომ შედიხარ, სუპერტეჩის საიტზე არაფერი არ უწერია, მაგრამ მაუნთონის საიტზე უწერია, რომ არის განკუთვნილი სპეციალურ კლაპნის ღერძის მიმმართველებზე განკუთვნილი ეს კლაპნის სალნიკები და უნდა იყოს ტუნინგოვი გალავკა მთლიანად დაწყობილი, გაკეთებული, სხვა ლატუნის ამას ჩუგუნის კლაპნის მიმმართველები აქვს და ლატუნის კლაპნის მიმმართველებზეა ესენი გათვლილი. მოგეთ ეს კლაპნის სალნიკები და ხაველოდებია ჩის ვნახოთ
რას მომიტანს მე მგონი იპოვა, მაგრამ დარწმუნებული ჯერ არ ვარ, უნდა მოვარგოთ და ვნახოთ რა გამოვა და მოიტანს მე გაგიზიარებთ აბა რა ხდება. მოკლედ გაგვიმართლა, ვიპოვეთ ქუთაისის ქუჩაზე ესეთი სალნიკები. ესეთი რომელიც ზუსტად აკმაყოფილებს იმ ზომებს და პარამეტრებს, რაც ჩვენ გვინდა. თუ ჩვენ შემთხვევაში ამ სალნიკს ვერაფერი ვერ იჭერდა და შესაბამისად ამოვარდა ზემოთ, ამ ქარხნულზე არ გადადიოდა ეს სამბარა, იმიტომ რომ ქუდი აქვს. აი ესეთი იდეალური სალნიკი ვიპოვეთ, რომელზეც პატარა ზამბარა დაეყრდნობა. მე ეს ორივე ამ შაიბას დაედება ზემოდან და ზემოდან უკვე დიდი შაიბა გადავა და აწყობა ესეთი საკაიფო სეტაპი. ხანდახან ესეთი კასტომების მოფიქრებაც ჭირდება ხოლმე, როცა სპორტულ რაღაცას აკეთებ. ჩვენი აწყობილი გალავკაც ესე გამოიყურება, ყველაფერი კარგად დაჯდა მოკლედ საბოლოოდ. ყველა ტესტი გავლილი აქვს უკვე და აი ესე გამოიყურება. აი ესე გამოიყურება ჩვენი მოხეხილი კლაპნები და ჩასმული და აწყობილი. ეხლა გადავდივართ კლაპნის ზაზორების გასწორებაზე, რომელიც იაპონური ბევრი მანქანის სტილში აქვს, მათ შორის Subaru სტილში ამასაც. მაგრამ ერთ საინტერესო ისაა, რომ Subaru-ზე აი აქ შიგნით რა ციფრებიც აწერია და Honda-ზე არა, Nissan-ზე და Toyota-ზე მაგალითად. ეს ციფრები რაც აწერია, ზუსტად ის ციფრებია, რამდენიც არის სისქეში ეს ჩვენი შიმერი რა შაიბა. ხო და ამას რაღაც უცნაური ციფრები აწერია. რო გავზომე მიკრომეტრისაც მე მგონი რა იუნიტში არის გაზომილი არ ვიცი მოკლედ რა ვერაფერი ვერ გავიგე და აგერ მაქვს მიკრომეტრი, აგერ მაქვს გრაფა მოცემული შემშვევების და გამშვებების და ეხლა ავაწყობ ასპედოლებს დავაყენებ, დავატრიალებ, გავზომავ ყველას ზაზორებს ცალ-ცალკე და მე მომიწევს დიდი წვალება რომ ესენი დავაკომპლექტო. იმედია ძალიანაც არ გამაწვალებს და ვნახოთ აბა რამდენი ხანი მოუნდები ამის სწორებას ჯერჯერობით. ამას დიდად იმედიანად არ ვარ განწყობილი, მაგრამ დაშლამდეც რომ შევამოწმე ძალიან იყო ზაზორები არეული და თუ არ გადავამოწმე მით უმეტეს როცა მოიხეხა და კლაპნებმა შეიცვალა თავისი ადგილები. სხვა გზა არ არის, სანამ არ გავასწორებთ, მანამდე ვერ ავაწყობ ძრავს, თორე ან კომპრესია არ მექნება, ან ძალიან დიდი ხმა ექნება და საკმაისად არ გაიღება კლაპანია. ხო, ნუ ნაკლებს არ ცველოდი კლაპნის ზაზორებში, სრული გარღვევა და კატასტროფა გვაქვს რა. სანამ დიდი მოგზაურობა მიდის წინ, რომ ეს გავასწორო და რამეს დავამსგავსო. ესეთი ამბავი გვაქვს. ხო, აქ რასპედვალი გვიყენია, version 2 ქვია, მაგრამ stage 2 გამოდის დაახლოებით ზომებით. Piper Camps-ი არის ეგეთი ბრენდის რასპედვალები აყენია ამაზე და ნუ ზამბარების და რასპედვალების კიტი აყენია ერთად. რომელიც სტოკთან შედარებით სტოკ intake-ი აქ მონიშნული მაქვს არის 234 გრადუსი და ეს არის 256 და გამშვები არის 224 გრადუსი ხარხმული და 254 არის ეს და მილიმეტრები აქვს ლიფტინგი მომატებული, ანუ გაღება. საზორებსაც შეეხება აი გამშვებებში უფრო მეტად აი ნულიანები სადაც წერია, ესენი სულ დაკეტილი მაქვს ყველა რა. აი პირველ ცილინდრზე მაგალითად გამშვების საზორები სულ დაკეტილია და კომპრესია ფიზიკურად არ მექნება სანამ არ მივიღებ დასაშვებ ზაბოძორს, რომელიც არის დაახლოებით 28-დან 32 მმ-მდე 0.28-დან 0.32 მმ-მდე. აი აქ 10 მაქვს, 15 მაქვს, აქ 35 მაქვს, აი ეს 30-35-ს არ აუშავს, ეს არის მესამე ცილინდრში შედარებით დასაშვებია, აქ ცოტა მოსამატებელი მაქვს, აქ 0 მაქვს ისევ და შემშვევებშიც პირველი დაკეტილია, მე 0.30 მაქვს, როცა 22-დან 28-მდე უნდა მქონდეს აქ. საზორების შემშვების შემთხვევაში აქ 35, აქ 15, ისევ 15 და 20. მოკლედ აქ საერთოდ შემშვებში მე მგონი ერთი ცალია მე მგონი ნორმალურ ზაზორზე დანარჩენი ყველა არეულია და დანარჩენი გამშვებებში
საერთოდ დაკეტილებია რა, იქ საზორიც კი არა, ასე რომ ეს მანქანა ძალიან სერიოზულ პერებოებზე დაიქუქება. ეხლა ამ წუთშიო დავქოქო ესეთ საზორებით. ასე რომ რასაც გადანაცვლებით გავასწორებ და დავიწყებ ეხლა და თუ არა და დამჭირდება აი შიმერები, წაღან ეს გაჩვენეთ ეგეთები. დამჭირდება ბევრი რომ იმათი კომბინაციით რაღაც საზორი მივიღო რა. დავაყენე უკვე გალოკა გუშინ საღამო იყო და მაგიტომაც აღარ გადავიღეთ ამ ბნელო და თანგვიანი იყო და დაყენების პროცესი აღარ გადამიღია მოკლედ. დავაყენე გადავუჭირეთ ARP-ს პოლტების სპეციალურ სპეციფიკაციაზე. კლაპნის ზაზორები გავასწორე. გუშინ თქვი რომ მეთქი მედია ძალიან არ გამაწვალებს მეთქი და ყველაფერი საპირისპიროდ აღმოჩნდა ძალიან გამაწვალა. მე არ გვეყო ეს ქარხნული შიმერები, ეს ქარხნული სასწორებლები არ გვეყო და უბრალოდ ქარხნული რა ამასაც მოყვა ის 16 ცალი არ გვეყო. მე ჩვენ მეგობრებთან დავრეკეთ და გამოვართვით. აი ამდენიც არის. შენით ამათაც ყველა სხვადასხვა ზომები აწერია და ამ ზომებში მოკლედ გამოდგა ისეთი ზომები, რომელიც ზუსტად დაგვეხმარა ზაზორების დასმაში ქარხნული სპეციფიკაცია რაც იყო, ის რომ მიგვეღო ძალიან ბევრგან იყო დაკეტილი და მოკლედ ძალიან დიდი წვალება დაჭირდა ამ ამბავს, რომ ზუსტად იქ მიგვეყვანა, სადაც უნდა მიგვეყვანა. აი აქაც რამდენი ნაჯღაბნები მაქვს მარტო გამშვებზე და იგივე არის აქაც შემშვებზე შედარებით უკეთესი იყო რა სიტუაცია. რაც შეეხება ეხლა ვაყენებ ძრავს მეტკაზე, უпростоრეთ კალენვალს ვაყენებ მეტკაზე. ფორდს ქარხნულად აქვს სპეციალური ინსტრუმენტები მეტკის გასასწორებელი, რომელიც აფიქსირებს კალენვალს თავის ადგილზე და რასპედვალებს თავის ადგილზე და მე შეიძლება უბრალოდ ყანუსის ბოლტები გადაუჭირო, როგორც BMW-ზეა მაგალითად, და კალენვალი გადაუჭირო და დადგება თავის ადგილზე. მაგრამ ამ ინსტრუმენტებსაც აქვს ცდომილება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბლოკი არის ალუმინის და აქ ეჭირება კალენვალის ფიქსატორი და აქ შინით კალენვალს აფიქსირებს თავის მეტკაზე. შინით მიეყრდნობა მოკლედ ეს ბოლტი და დააფიქსირებს კალენვალს და მე შეიძლება გადაჭერას. ეს ფიქსატორი ქარხნული პირდაპირ შედის ამაში, ეჭირება თავის ადგილზე და დაფიქსირებულია და ეგ არის რეალური ღერძის მკვდარი წერტილის ფიქსაცია, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ახანს ალუმინის არის ბლოკი და ამ ქარხნულმა ფიქსატორმა შეიძლება გადაჭერა მოშვებისგან ცოტა ცვეთა აიღოს, ასევე ცოტა თუ მეც გადაუჭერს, სხვაგან დადგება. ყოველთვის ჯობია რომ გამოიყენოთ მიკრომეტრი, რომ გავიგოთ რეალურად ზუსტად სად არის პორშინი. ახლა 1 გრადუსიანი ცდომილება აქვს დაახლოებით რეალურ TDC ქვია, ანუ პორშინის მკვდარი წერტილი, ზედა მკვდარი წერტილი. აქვს სადღაც 1 გრადუსიანი ცდომილება ფორდის შემთხვევაში, ანუ გულისხმობ, როცა ამოდის პორშინი 0-ზე, აქედან წასვლამდე არის დაახლოებით 1 გრადუსი. ეხლა ჩემს შემთხვევაში ამათი ცენტრი მაქვს ნაპოვნი, ახლა კარგია თუ გამოიყენებ სპეციალურ მეტკების დაფას, მაგრამ რახანს ჩვენ არ ვასწორებთ ამ რასპედვალებს ამე განსაკუთრებით, აი ამ მოსვლიდან წასვლამდე 0-ზე რო ამოდის, აქედან უკვე წასვლამდე ღერძს აქვს პატარა შუალედი, სადაც დაახლოებით 1-2 გრადუსიანი გააჩნია ღერძის სტროქს, ანუ მუხლი რამდენად დიდია მუხლი, მით უფრო იცვლება ეს ისინი სხვაობები რეალური მკვდარი წერტილის. ხო და ჩვენ ახლა რახანს ზედა შკივები არ გვაქვს რეგულირებადი და რასპედვალსაც არ უწერია რომ რამე განსაკუთრებული მეტყაზე უნდა გაასწორო ან გრადუსებზე დასვა, მაგიტომაც მთავარია რომ ღერძი იყოს იდეალურ მეტყაზე და ქარხნულმა სასწორებელმა არ მოგვატყუოს და გალოკა უკვე ჩვეულებრივად რასპედვალებით აფიქსირდება თავისი სპეციალური უკანა დაფა ყენდება და იმ დაფით დაფიქსირდება და გასწორდება თავის ადგილზე, იმ დაფას არ აქვს ცდომილება და არ არის იმის შანსი, რომ რამე განსაკუთრებულად მოიტყოს გრადუსებში და
ქვედა სასწორებელ ფიქსატორს შეუძლია რომ მოგატყუოს, ასე რომ გადამოწმება არ აწკენს. როცა სპორტულ ძრავს აწყობთ, ქარხმული ძრავის შემთხვევაში 1 გრადუსი იქეთ იქნება თუ აქეთ კალენვალი რაღაც განსაკუთრებულს არაფერს არ შეცვლის და არც არაფერს არ გააფუჭებს, არც მეტკებს, აანთებს და არაფერს არ იზამს მოკლედ რა. ეხლა დავაფიქსირებ თავის ადგილზე, ნულზე ზუსტად პორშინს, მე გადაუჭერ სარეგულიროს, რომელიც ჩემით მოგონილი მაქვს და უკვე დავიწყებ რასპედალების დაყენებას თავის ადგილზე. კარტერის ინსტალაციაზე გადავედი და რაღაც ბოლტები აკლდა. აი აქ ქონდა მარტო ერთი ბოლტი. და დანარჩენი არ ქონდა, მაგრამ პლატფორმები აქვს, სადაც შეგიძლია რომ გახვიდო და რეზერვები მოვჭერი. სავარაუდოდ შეიძლება დეტონაციის ხმა ქონოდა და ქოქილზე კაკუნის რა. გადმოვედით დაფარებაზე. ჯაჭვი უკვე დაყენდა, დაჭიმულია. კარტერს მივაყენებ. ესე გამოიყურება ჩვენი შატუნები უკვე ძრავში ჩალაგებული. და ზეთის ლაპა. და კაია კადაც ესე გამოიყურება. მოდი. გადაჭე. ელმოხვალ. მოდი მოგიფირო გოგო. ჭჭყიანო. მოკლედ გადავიდა ძრავი უკვე აწყობის ბოლო ფაზაზე და ხო ეს არის ადგილი, რასაც ბალანსირების ღერც ატრიალებს, ეს კბილანები ატრიალებს ხახმად ბალანსირების ღერც და ეხა უკვე გზეთის არხი ბალანსირების დახურულია და შესაბამისად ბალანსირება აღარ აყენია ძრავში. იმზადა უკვე ძრავი ჩასადგმელად და სანამ რაღაცებს მივაყენებ გარედან ისე ლამაზად და სუფთად გამოიყურება კაბელების და ზედმეტი ნაწილების გარეშე რომ არ შემეძლო არ გამეზიარებინა ეს კადრებიც, ტურბო პულსარის საკისრიანი, იგივე პაჩევნიკიანი ტურბო ძალიან კაი. Cox external gate turbo smart-ის. აქეთ გვაქვს ძრავზე კიდე საინტერესო რაც გვაქვს არის რადიუმის საწვავის ეს მიმწოდებელი, თავისი Techworks 1000 cc ინჟექტორებით. ესენი არის დამატებითი ინჟექტორები, თორე პირდაპირ შეფქვევის ინჟექტორები, რომელიც უშუალოდ სინჯი ასხავს აქ აყენია ქვემოთ მაღალი წნევის, მაღალი წნევის ნასოსი აქეთ. და ეს ინჟექტორები არის დამატებითი და ეს ფლეირი რაზეც მე ინჟექტორები დგება არის დამატებითი ტუნინგი, რომ მაღალი ცხენის ძალების შემთხვევაში აღარ ყოფნის ეს ინჟექტორები პირდაპირ შეფქვევის და მე უკვე 1000-იანი ინჟექტორები ზემოდან დამატებული, რა თქმა უნდა, უკვე ლამის 700-800 ცხენის ძალა შეიძლება დაახლოებით ეყოს რა. დამატებითი ინჟექტორები კარგი კიდევ იმიტომ არის, რომ ეს direct injection-ები უშუალოდ წვის კამერაში რახან სასხავს საწვავს. სარქველები აქ oil catch-ი როცა არ აყენია და ქარხმული ძრავის ორთქლის, ზეთის ორთქლი შედის დროსელში, ჭუჭყიანდება ძალიან და არის ხოლმე სულ ნაგვით და ნადებით სავსე და ეს ინჟექტორები, რომელიც ზემოდან აყენია, ამ ყველაფერს რეცხავს და არ აძლევს ამ კლაპნებს დასვრის საშუალებას. ესეთი ინჟექტორები direct-იან მანქანებზე, ქარხმულადაც აყენია რაღაც მანქანებზე, მათ შორის აი BRZ-ზე, ჩემს მანქანაზეც ქარხმული ძრავი როცა დგას, ჩემი ძრავის შემთხვევაში უკვე ისედაც ზემოდან არ შეფქვევა. ქარხმული ძრავის შემთხვევაში direct injection-ებია და ზემოდანაც არის კიდე კოლექტორზე დამატებული ინჟექტორები და არ ჭუჭყიანდება უკვე სარქველები რა. ეს საწვავის ეკონომიისა და სხვა დანარჩენი რაღაცების გამოც არის დამატებული, მაგრამ ამავდროულად სარქველები რო არ გაჭუჭყიანდეს, მაგისთვისაც ძალიან კაი საქმეს აკეთებს რა. ასევე გვაქვს დაახლოებით 500-600 ცხენის ძალის სამყოფი competition clutch-ის
მთლიანი კლაჩკიტი, თავის მახავიკით და დისკით. ასევე ეს წოდებული პლიტით. ეს დადგება და ახლა უკვე კოლოფში შევაცმებ და დავიწყებ. მანქანაში ჩადგმას დღეს არ ამგონია, ჩავდგა, იმიტომ რომ ქვიანია უკვე. და კაია კატაცაგერ. ხამის რეჟიმშია გადასული. დარაჯობს გარაჟში, მე რამე არ მოიპაროს შემთხვევით. ასე რომ მეგონი ხვალისთვის ჯობია მანქანა შემოვიყვანო, თან მარტო ვარ უკვე და ხვალ ბიჭებს დავიხმარებ მანქანა შემოვაყენებ და ჩავდგამ უკვე ძრავს. მე მგონი დავქოფავ კიდევაც მანქანას რა. ძრავი ჩავდგი და ვაწყობ ნელ-ნელა, მაგრამ ერთი საინტერესო რაღაცას გაჩვენებთ ახლა და თან ცოტა სახალისოს. აი ეს კომპიუტერი, ამაში არის ძრავის კომპიუტერი რა. შეიძლება მოხსნი ძრავის კომპიუტერია და ფორდის რომელიღაცა კონსტრუქციის დიზაინერმა გადაწყვიტა, რომ ეს კომპიუტერი ყუთში ჩაეყენებინა და ზუსტად აი აქ საბურავის შიგნით პატკილნიკს რო ეძახით კილო შიგითა ფარი შიგნით აი ამ ლოკაციაზე დაეყენებინა. მე არ ვიცი რატომ მოიგონა ესეთი რაღაცა, მაგრამ ერთი რაღაცა გაითვალისწინეთ თქვენ, რომ თუ ესეთ მოდელ Ford Focus-ი ST-ს-ან RS-ს იყიდით, აქეთ ამ მხარეს დარტყმული მაინც მოერიდეთ, რომ არ იყოს, იმიტომ რომ დიდი შანსია ძრავის კომპიუტერის საყიდელი გავიხდეთ პირდაპირ აი ამ პლასმაში აღენია პირდაპირ საბურავთან მარცხენა მხარეს, ბრძოლის მხარეს დარტყმულს ერიდეთ მაინც რა, საბურავში დარტყმულს მით უმეტეს. მე მგონი მოვედი სტარტთან ახლოს. ანუ ძრავი რახანს ახალი აწყობილი გვაქვს. ყველამ უკვე ძალიან კარგად იცის, რომ ამ სოილის აპკატკიზეც ვასხამ ხოლმე ძრავში ყოველთვის და ჩავასხამ ხა ყველას. მე ავდგები. სვეჩები მაქვს მოხსნილი. აქ მილაგია. ინჟექტორებსაც საწვავს გავთიშავ. და დავიწყებ სტარტერ ტრიალს. ვატრიალებ სტარტერს იქამდე, სანამ ზეთით რაღაც დონეზე მაინც არ შეივსება ზეთის ფილტრი და ძრავი. როგორც კი ცოტა დაუჩქარებ ძრავი ბრონს, და ხმა შეიცვლის, უკვე ხვდები, რომ ზეთით შეივსო და ეგ არის ჩვენი სტარტისთვის მზადყოფნა უკვე რა. ნახოთ ალბათ სადოთ დატრიალება და რა სიზამს, როგორ შეიცვლის ხმას. ხო, ამასობაში კარგად გამოიყურება ჩვენი Ford-ის სალონი. მედი აკუმულატორი გახაჩავს და შეიძლება დატრიალებას განვიყენოთ. რაღაცები მოცოცხლთან მიგონი. ზეთის წითელიც ქონია აქ, ნახოთ ალბათ თუ ჩააქრებს წითელს ტრიალში. არა მგონი აკუმულატორი ვერ გაჩავს. არა. შკარად ვერ გაჩავს აკუმულატორი. წავედი აბა დავაერთეს. მოვაყენე ლანას გოლფი. ჩემი ცოლის. ატო არტისტია ვარენცო და დავალებ ლამოთ. ეს ლანას Instagram page-ია. ხონა შევაერთე იმედია. ლანას მანქანის გრანდიოზული აკუმულატორი მაინც უშველის. ნახოთ აბა რა სიზამს. ჩოხტეთ. ეს τι დაეწერა. მიდი რა. წავიდა. მე ეს ჩააქროს ნა. ეს ერთიც და დაჯდება ხოლმე. მოუჩქარე ბრუნები. მე მგონი მოუჩქარე. შეიძლება ამაზეცაც თუ ჩააქრობ ვაფშე მაგარი. მოდი ახლა ვაწვალო.
დავაყენო სუჩები და დავქოქოთ და ვნახოთ რა სიზამს ჩვენი ესტე. მივაყენე ბაბინები და წავედით აბა პირველ სტარტზე. პირველ სტარტზე წავედით. იმედია რა მე არ ჩაფლავდება, თუ ჩაფლავდება, რა თქმა უნდა, როგორც სხვები შვებიან ხოლმე. ვიდეოს წავშლი და სხვა ვიდეოს თავდებ, ვითომ ის არის პირველი სტარტი. აბა მიდი, ფორდი. არ შეგვარცხინო. ვაუ, ამას ნაღდათ არ ველოდებოდი. ჰეი. ყველაფერი კარგადა. არ ჩაფლავდა პირველი სტარტი. ისე მეგონა აკუმულატორი ვერ გაკაჩავდა, გოლფი ჩავაქრე და მეთქი თუ გაკაჩავს ნახოთ თქო რახანს სვეჩები დავაყენე კომპრესია მოდის და მე უჭირს უფრო ტრიალი, მაგრამ არ გაუჭირდა წერან სანამ ბაბინებს ვაყენებდი ცოტა ხანი ვამუშავე. გოლფი და შეერთებული მქონდა პერემიჩკები და ეთყობა ცოტა წაიტენა კიდევაც. ისე რომ გადავამოწმებ ხა ყველაფერს აქ. ეს იყო ანტიფრიზის გარეშე სტარტი შრალზე. ხო და ყველაფერს გადავამოწმებ, კომპიუტერს გავანოლებ რაღაცებს და უკვე ანტიფრიზს დავაჰაერებ. გაგრილების სისტემას და დავიწყებ გაცხელებას. ყველაფერი კარგად მიდის, ჯერჯერობით არ გვაბრაზებს ჩვენი ესტე. მემოდაც მე მგონი არაფერი არ წვეთავს, სიმშრალეა. ძალიან კარგი. დასრულდა ჩვენი ფორდის კეთებაც. დაიქოქა მანქანა. დაჰაერდა, ვენტილატორები ჩართო, ყველაფერი გააკეთა ისე როგორც უნდა გააკეთოს. მაგრამ სურპრიზის გარეშე რა თქმა უნდა არ ჩაუვლია. აი ეს ტურბოს სლივს რო ეძახიან, ტურბოდან როზეთი ჩადის ისე უძრავში. აი პატივცემულმა სისველე გაიკეთა ძალიან ბევრჯერაა მონახსნელ დანაყენები და როგორც ჩანს სადღაც ამ გადაბმულობაში შიგნით გაზდის რა ეს სისველე სადაც აქ გაზდის და ესეთი მეორე მოვიტანე, აი ეს თავები წავაჭერი და აი ესეთი მილები მივადუღე ზედ აქ. ცოტა უფრო დიდი ახლა ეს პატარაა. ცოტა უფრო დიდი მივადუღე და მილით შევაერთე რა, ახლა ავწევ და გაჩვენებთ. აი ესე გადავწყვიტე. გაკეთება. მილზე შევადუღე. ონა. თუ და ფოკუსთა. მოკლედ ესეა რა. აი იქედან ჩამოდის ტურბოდან და აქეთ უერთდება. აი ეს. იქიდან კარგად გამოჩნდა. მოკლედ ესე უფრო მარტივი მოსახსნელი მისაყენებელიც არა, ხანს დიდი ტურბო აყენია და ყველაფერი უფრო მშვიდად იქნება. აი აქაა ჩვენი დიდი ტურბო. პულსაროიჩი. ეხლა ბორბლებს დავაყენებ და უკვე გადავალთ არაფერზე მანქანის გაშვებაზე. ხო და მე მგონი ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რაღაც ჩასწორებები დასჭირდება თავისთავად, იმიტომ რომ დიდი რასპედვალი აყენია და ცოტა დაბალ აბაროტებზე არ არის სტაბილური მანქანა, ბევრი საწვავი მიდის. ხო და ეგ რაღაცეებიც რო გასწორდება, მე უკვე დინოს შედეგებსაც აუცილებლად აღაგებინებთ რა სიზამს, გერავდა ქუჩაში დავანახლებთ, მაგრამ მე დინოზეც წავა ეს მანქანა უეჭველად. ვა მოგვიყევი 1-2 სიტყვითაც. მოკლედ. როგორია ახალი ძრავი? ახალი ძრავი იმენა ცოფი არის. ყველაზე ცოფი მანქანა იქნება ესტეებში. და შეიძლება ერთი ერესიც მოყვეს. ჩემო ძმაკაცო არ გეწყინოს. ასე რომ ესტებო მთელი საქართველოსი გეშინოდეთ ესტების ესტე მოდის. ხო და როგორ იციან ხოლმე კატესტვაში რო წერენ ხოლმე? თუ არ გამოხვალთ ყველა. არჩე 2-0-ებში ნაცრისფერებში 2016-დან 17 წლამდე არარესტებში ვარ ყველაზე ჩქარი ძმაო, მაგ პრეტენზია.
მარტო ერთ მანქანას რო ეკუთვნის ის გამოწევა რა. შენ ყველაში ჩქარე. აჩემ ყველა ეს ტესტთან მაქვს აბსოლუტურად თო პრეტენზიაო, მე ვიქნები ყველაზე ჩქარიო და. რა ვიცი ხა. ამის ზიმნის აბურავებს თუ შევხედავთ, არ ამგონია სადმე მოეჭიდოს ეს მანქანა, მაგრამ ვნახოთ ალბათ სადმე ნახევრად სლიკებსაც დაითრევს მე. მოკლედ მორჩა ამით ჩვენი ვიდეო, მანქანას ჩამოუშვებ უკვე და აქ მე მგონი ისეთ საინტერესო არც არაფერი აღარ ხდება. ხო და თუ გინდათ რომ მსგავსი ვიდეოები გადავიღოთ, თუ მოგწონთ მსგავსი კონტენტი, უფრო დეტალური თუ ასე შემდეგ რაც იქნება მოკლედ. თქვენი აზრი აუცილებლად კომენტარებში გამიზიარეთ და რაც თავარია იმისთვის რომ წამახალისოთ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო რა. სხვანაირად არ გამოვა ეს ამბავი. რა უნდა გააკეთო ნაჩი? გამოვიწეროთ ირაკლის არხი. TikTok-ზეც, YouTube-ზეც. გამოიწერეთ არხი და დროებით შემდეგ ვიდეომდე ვეცდები მაქსიმალურად მალე და მაქსიმალურად საინტერესო ვიდეოები მოგაწოდოთ ხოლმე. აბა კარგად.